გამარჯობა მეგობრებო. დაახლოებით 16 წლის წინ სრულიად შემთხვევით პრესაში წავაწყდი ერთ სტატიას, რომელმაც ჩემი ემოციები, ჩემში ისეთი ემოციები გამოიწვია, რომ რამდენიმე ხანმე დაძინება გამიჭირდა. სტატია ეხებოდა ინგლისში არსებულ სიტუაციას და გაუგონა რაღაცებს აღწერდა თანაც სასამართლოს პროტოკოლებით და ეს იყო სერიოზული წყარო და ასევე სხვა ინგლისური ბრიტანული წყაროების დააკრწნობით, მოსამართლეების და სხვა პირების სახელების მითითებით. მოკლედ, ინგლისის რამდენიმე ქალაქში, მგონი 4-5 ქალაქი იყო დასახელებული. მოქმედებდნენ პაკისტანიდან ჩამოსული მიგრანტების გაერთიანებები, ბანდები თუ დავარქვათ რა დავარქვა არ ვიცი, რომლებიც 10-დან 14 წლის ასაკის ბრიტანელ გოგონებს ძალადობდნენ, მათ ასე ვთქვათ, ისინი იქამდე მიყავდათ, რომ ეს პატარა გოგონები პროსტიტუციაში იყვნენ ჩაბმულები, ისე რომ მშობლებმა არაფერი არ იცოდნენ და საზოგადოებამაც არაფერი იცოდა, ან ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა და როცა ეს ყველაფერი გახმაურდა, გაჟღერდა დაახლოებით როგორც ჩანდა, სულ მცირე 10 წელი მაინც მიდიოდა ეს ამბები და აღმოჩნდა, რომ მეთოდი იყო შემდეგი. ესენი რაღაც ბირჟასავით შექმნიდნენ და ხდებოდა აი ამ გოგონების დაკვირვება ჯერ რასაკვირველია. სულ ეს გოგონები იყვნენ მომუშავე კლასის ოჯახის შვილები, ესე იგი მშობლები მუშაობდნენ მთელი დღე, ასევე მათ შორის სოციალურად დაუცველები და გოგონები სკოლიდან რომ მიდიოდნენ სახლში, ხდებოდა მათი ჯერ ასეთი ყურადღების მიქცევა, საჩუქრების გაკეთება, ჯერ ვითომ ესე ყველა უანგაროდ და გოგონები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ შემოსული მიგრანტები არიან მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივზე პოზიტიური ადამიანები, რომ ისინი როგორც მთავრობა და საერთოდ ორგანიზაციები ირწმუნებოდნენ, არიან ჩამოსული, რომ ეს ქვეყანა წინ წაიყვანონ, გაამდიდრონ ყველანაირად enrichment, ეს სიტყვა, ასე ვთქვათ, გამრავალფეროვნება, გამდიდრება რომ მოახდინონ, ისინი არაფერს ეჭვობდნენ დასაწყისში, არც იყვნენ გამოცდილები, რადგან ინგლისელი მამაკაცისაგან ასეთ ქცევას მიჩვეული არ იყვნენ, საჩუქრებს რომ აჩვევდნენ, მერე ნდობას მოიპოვებდნენ, შემდეგ ნდობას რომ მოიპოვებდნენ, შემდეგ ამ გოგონას სადღაც გაიტყუებდნენ, ხდებოდა მასზე ძალადობა და იცით მე თქვენ რასაკვირველი არაფერ დეტალებს არ მოგიყვებით, მე თვითონაც ვცდილობ მას დავიწყებას რაც წავიკითხე, მაგრამ აი ერთს გეტყვით რომ ხდებოდა უმეტესობაზე დამღის დასმა. წარმოგიდგენიათ, როგორც ცხენებს დამღას ასმევენ, რომ იმ სახელს ამოტვირთავდნენ, ვინც მე პატრონის სახელის დასაწყის, რომ სცოდნოდა ყველას ვისი საკუთრება იყო. და ამ შემდეგ თუ ეს გოგონა ისე იოლად არ გატყდებოდა, ხდებოდა მისი ნარკოტიკებით, მძიმე ნარკოტიკებით, ისე რომ ისინი დამოკიდებულები ხდებოდნენ, ან ჯგუფურად ძალადობა, რათა ის გოგონა ისე გაეტეხათ, რომ შემდეგ ეს დაახლოებით 6-7 პაკისტანელ მამაკაცს ესე ფაქტიურად მასე ამ ყოველდღიურად აი ესე ამუშავებდნენ გოგონებს და შემოსავალს იღებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ერთეული შემთხვევა კი არა, ინგლისის მასშტაბით, მის ცნობილ ქალაქებში სახელებს არ ჩამოვთვლი პრესაში, ისიც ყველაფერი წერია და მე რო ეს წავიკითხე, ისეთი შოკი მივიღე, იმიტომ მე ამას ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი. წარმოვიდგენთ, ჩემი შვილი არის პატარა. საერთოდ ვერ იდები უარყოფით ინფორმაციას და როგორც მიღებას, ასევე გაჟღერებას. მაგრამ იცით, ხანდახან ვფიქრობ, როცა რაღაცა უარყოფითი აი ესე მოდის ჩემთან, ეთყობა საჭიროა, რომ ეს მე ვიცოდე. და მართლაც მე საჭიროა ვამბობ, იმიტომ რომ ჩემ შვილზე ძალიან დიდი ყურადღება მივაქციე, განსაკუთრებით
იმ პერიოდში, როცა ის იყო გარდატეხის ასაკში და აქ 1,5 მილიონი სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოვიდნენ და პატარა გადახვევას გავაკეთებ, იცით, რომ შემოვიდნენ პატარა დეტალს ვიტყვი, რომ ერთხელ ჩემი შვილი მოვიდა და მითხრა, დედიკო, იცი, მე კიდევ დღეს ხვალ კიდევ უნდა წავიდეთ ამ ტოლვილების ჯგუფთან. ესე იგი, ჯგუფები მიყავდათ ტოლვილების გასაცნობად, ჯგუფში იყო უმეტესად გოგონები, გერმანიას ვამბობ და იქ კიდე იყვნენ, ნუ მოგეხსენება თუ ფოტოები ნანახი გაქვთ ვინ შემოდიოდა, ესე იგი ბიჭები, რომლებიც მართალია არასრულწლოვანებად ფორმდებოდნენ, მაგრამ ყველა იყო საკმაოდ სრულწლოვანი, რასაკვირველია. და მითხრა, რომ იცი, ერთი არის აფრიკიდან, რომელიც სულ მეუბნებად შემაწუხაო, რომ შენ სახში დამპატიჟეო. და მე დამიწერე მობოდიშებაო და როგორც მახსოვს ერთ დღეზე, შეიძლება ორ დღეზე შემეძლო როგორც მშობელს ექიმისთან წასვლის გარეშე მობოდიშება დამეწერა, რომ აი თქვათ შეუძლოთ არის და სულ უწერდი მობოდიშებას და სხვა დროს არასდროს არ დამეწერია, მაგრამ აქ შეიძლება ვფიქრობ, რომ იმ რაღაც დაახლოებით მგონი 6-7-ჯერ მაქვს დაწერილი, შეიძლება ეხა 1-2-ჯერ არც კი მიდიოდნენ იქ უბრალოდ ბავშვმა იცით მაგას რო ახსენებთ, მე მობოდიშებას ხალხს მაშინ მეუწერდი. და ეს დამაფრთხილა ამან და მე ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი უკეთ დავიცავი, ჩემი შვილი კი არა, ჩემი შვილის მეგობრებს წემსავდი და ვეუბნებოდი, ვაფრთხილებდი იმაზე, რასაც აქ არ ეუბნებოდნენ, პირიქით ხელს უწყობდნენ და ეხლა გადავიდეთ ისევ ამ ინგლისის სიტუაციაში. ეს ყველაფერი რომ გამომჟღავნდა, მოხდა ყველაფერი ამის ასე ვთქვათ, დროზე შეწყვეტა შეიძლებოდა პოლიციას და შესაბამის ორგანოებს მშობლებისათვის, რომ ეთქვათ, რომ მათ შვილების სკოლიდან დახვედროდნენ შვილებს. ან მორიგეობა დაეწესებინათ, ერთი მშობელი წამოიყვანს 4 გოგოს, რომ ეს კონტაქტის საშუალება არ ყოფილიყო. მაშინ ეს სოციალური ქსელები ხომ ასე არ იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც პოლიციამ, ასევე შესაბამისმა სოციალურმა ორგანოებმა და ასევე სამინისტრომ თუ პროკურორმა ყველამ ამ სიტუაციას რომ გაიგო და ეს რა მასშტაბებიც იყო რომ გაიგო, ეს ინფორმაცია დამალა და არ გააჟღერა და შესაბამისად გარდა რამდენიმე მძიმე შემთხვევისა, რომლის გასამართლებაც მოხდა, ეს ყველაფერი კიდევ, ესე იგი, ნახეთ, მაშინ მე როდინდელ ამბავს ყვები და ეხლა აქამდეც მოგახსენებთ, რატომ გიყვებით ასევე, ესე იგი, ეს ამბავი გაგრძელდა. რატომ არ გააკეთეს, აი სწორედ მაგიტომ ეს არის ჩემი საუბრის თემა და კიდევ დიდი სურათის დანახვა და აქვე გეტყვით მე თქვენ რომ თუ თქვენ გსურთ თქვენი თავის შემეცნება, თუ თქვენ გსურთ თქვენი საკუთარი დიდი სურათი, თქვენი ცხოვრების დიდი სურათი დაინახოთ, დაიწყეთ მეცადინეობა და აი ვარჯიში, თუნდაც აი ასეთი საზოგადოებრივ თემებზე ვიდეოებიდან, რომელსაც ხანდახან გთავაზობთ, რადგან საკუთარ თავზე ძნელია დიდი სურათის აღქმა. და თუ ეს აი ასეთ მოვლენებზე, რომლებიც რასაკვირველია, ძალიან ნეგატიურია, ძალიან ტრაგიკული არის, მაგრამ მათ ვერ გავექცევით სულ მათზე დაკვირვება, ანალიზი, იქ დიდი სურათის დანახვის უნარის გავარჯიშება, დაგეხმარება თქვენ, რომ თქვენი ურთიერთობები იქნება თუ სხვა რამ, აი ეს უნარი, გავარჯიშებული უნარის მეშვეობით, იქ დიდი სურათი იოლად დაინახოთ, რადგან ჩვენ პირად ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით ბარიერებს, აი ამ დიდი სურათის დანახვისას, რადგან ეს თვითდაცვის მექანიზმები, რომლებსაც არ უნდათ რომ ჩვენ ყველაფერი ესე შევიტყოთ, ჩვენ მოგვეცნობიერმა კი იცის, მაგრამ გავიარსროთ, მაგალითად ყველაზე ნეგატიური რწმუნებულობები რო დაადგენს ადამიანი, რომ ისინი მოდის მშობელი დედისაგან, რომელიც მას უყვარს და შეიძლება აღმერთებს კიდეც ისეა.
ძალიან ძნელია ამ დროს ის გაბედულება ქონდეს, რომ აი ამ რეალობას თვალი გავუსწორო და დედა ამას აკეთებდა საუკეთესო განსხვავებით. და მაგრამ აი შვილისთვის, სანამ ამ რეალობას არ გაითავისებს, სანამ არ გააცნობიერებს, ყველაფერს არ დაალაგებს, აი ძნელი არის ურთიერთობები იქნება პროფესიული წარმატება თუ შინაგანი კმაყოფილების და ბედნიერების შეგრძნება აი ამ მდგომარეობის მიღწევა. ჩვენ გვჭირდება სინათლე და გარკვეულობა ჩვენს ცხოვრებაში. და აი ამიტომაც გეპატიჟებით კიდევ ერთხელ, რომ აი ამ სიტუაციაში მომყვეთ და თქვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ფიქრობთ სხვანაირი აზრი გაქვთ რაიმე ფაზაზე ან მომენტზე, რასაც ახლა მე თქვენ მოგიყვებით, დიდი გულისყურით და მადლიერებით მოგისმენთ. დაუბრუნდეთ ახლა აი ამ სიტუაციას. მე ეს როგორც გითხარით, მოხდა დაახლოებით მოხდა 16 წლის წინ და როდესღაც გადავდე გვერდზე, ძალიან დიდი სტრესი იწვევდა ჩემში. და თანაც ისეთი დრო არის, რომ ვერც ვერავის ვერ დაველაპარაკე, თანაც ჩემმა უსუსურობამ შემაწუხა. დაუცველ ჯგუფთან, როგორც ბავშვებია და მოხუცები, იქ ძალადობა განსაკუთრებით მაღელვებს და მოკლედ გადავდე გვერდზე, არ დამვიწყებია, მაგრამ აი ამდენმა წლებმა ჩაიარა და ეხლა წლის დასაწყისია იანვარია, მე ვარ სიცილიაზე, როგორც მოგიხსენებათ წასული და საღამოს შემოვდივარ და გავხსენი X-ი, სადაც მე აქტიურად არ პოსტავ, მაგრამ ვკითხულობ და ელონ მასკი წერს სწორედ აი ამ ტრაგედიაზე. წერს, რომ მან წაიკითხა დოკუმენტაცია, მან წაიკითხა პროტოკოლები, რომ ეს ისტორია გაგრძელდა მე, კიდევ მეტი პროტოკოლები და მეტი სამწუხარო ამბები მოხდა. და ამ დროს, როცა რამდენიმე წელი ეხლანდელი პრემიერი, რომელიც არის ლეიბორისტების პარტიის წარმომადგენელი, კაირ სტარმერი იყო მაშინ პროკურორი. მოკლედ ამ ადამიანს უნდა სცნოდა ეს ამბავი და მის ძალაუფლებაში იყო ასევე ამ ამბის შეწყვეტა და ადანაშაულებს მას, რომ მან ამ ტრაგედიას არ დაიცვა ეს პატარა გოგონები. და ეს დადანაშაულებები ელონ მასკმა დაიწყო და იმ დღიდან რაც დაიწყო, ერთი კვირის განმავლობაში ხან 6 და 7 პოსტს აქვეყნებდა, ანაზიარებდა. და ასეთ რაღაცას წერდა, რომ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ამ გოგონების მამა. იცით, მე როგორც გითხარით, არ მინდა მე თქვენ დეტალები მოგიყვეთ, მაგრამ მე თქვენ გეტყვით ერთ ვიდეოში, ერთ მამას ესაუბრნენ, რომელმაც თქვა, რომ მე მივედი ერთ დღეს ნახე ის სახლი, სადაც ჩემი გოგო იყო და ვიცოდი, რომ ეს პაკისტანელი მამაკაცები მასე ძალადობდნენ და ალბათ იყენებდნენ იმ სახლს როგორც ბორდელს, ხო? და მე პოლიციას დაურეკე და ისინი მოვიდნენ და მითხრეს, თუ შენ აქედან არ წახვალ, დაგაპატიმრებთ და მოგცემთ პასუხისგებაში მიგცემთ როგორც რასისტს. და შემდეგ კიდე მეორე შემთხვევაში უკვე მანქანით ვიყავი, იგივე სიტუაცია განმეორთაო. წარმოგიდგენიათ, მამა დგას გარეთ და და პოლიცია მოდის ამას ეუბნება და არაფერი არ ხდება და მისი არასრულწლოვანი ბავშვი შიგნით არის ესე იგი ამ სახლში და მამა შიგნით ვერ შედის, პოლიციაც არ შედის შიგნით. და იცით რა იყო მაშინდელი, როგორც ახლა გამომშხავდა ჩანაწერებით და რატომ არაფერი იღონა ასე პროკურატურამ, პოლიციამ და სოციალურმა ორგანოებმა, რომ ისინი იმ დასკვნამდე მისულან თურმე, რომ ეს ყოფილა გოგონების მიერ თავისუფალი ნებით არჩეული ცხოვრების წესი. 10 და 12 და თუნდაც 14 წლის გოგონას მიერ არჩეული ცხოვრების წესი, რომ 7-8 პაკისტანელ მამაკაცთან ქონოდა დაძალებით ურთიერთობა და თან აღწერდნენ ისეთ სადისტურ ფორმებს, რომლების შედეგადაც ისეთი დაზიანებები
ქონდა ერთ გოგონაზე იყო მაგალითი, რომ ისო მას არასდროს შვილი არ ეყოლებაო და ამდენი ესე იგი ბიოგრაფიები, ამდენ ადამიანს ცხოვრება დაუნგრიეს და ეს რა იყო ეს, რომ არ უნდათ გამოჩენილიყვნენ რასისტიო, რომ არ უნდათ მოსახლეობაში ყოფილიყო აღებება და იცით ეს 1 2 3 100 გოგონაზე კი არ არის ლაპარაკი, ათასობით, ზოგი ამბობს 250,000, ხო მე არ ვიცი თუ ეს 30 და 40 წელი გრძელდება, ეს ალბათ არის ეგეც რეალისტური რიცხვი, იმიტომ ლაპარაკი არის კიდევ აღმოჩნდა კიდევ მეტ ქალაქებსია ლაპარაკი, რადგან ეს ამბავი ხო გავრცელდა, მით უმეტეს გავრცელდა სოციალური ქსელების განვითარებასთან დაკავშირებით და ეს მეთოდებიც ხო დაიხვეწა კიდევ უფრო. ესენი ხო მე თქვენ გეტყვით კიდევ რომ ტოლვილების საბჭო ოფიციალური ესე დიდ ბრიტანეთში და მისი განყოფილება უელსი პოსტავდა ვიდეოებს ასევე სოციალურ ქსელებში ისე რომ დაენახა ამ კატეგორიას თავიანთ ქვეყანაში რომ იწვევდა მათ და ამ ვიდეოებში არიან გოგონები ეუბნები რომ თქვენ მოგზავნეთ ჩვენ სიამოვნებით მიგიღებთ პატარა გოგონები ესე იგი შული სკოლის უნიფორმით მოკლე კაბით და კიდევ ვიცით აი ეს ტვიტერზე დაიპოსტა მე ხლა ვიდეოების ჩამოტვირთვას უფლება არც მაქვს და არც შემიძლია, მაგრამ უფლება შეიძლება კი მაქვს, მაგრამ არ შემიძლია, მე მგონი უფრო სწორი იქნება რომ თქვა. მაგრამ აი ფოტო რაც დაიდო, მინდა რომ თქვენ გაჩვენოთ, აი უბრალოდ ეს ფოტო. ეხლა თქვენ ნახეთ აქ წერია რომ სიძულვის არა აქვს ადგილი ჩვენთან და უელსი არის ღია თქვენთვის და ჩვენ გვჭირდებით თქვენ და ჩვენო ესე იგი ტოლვილებსო ვეხმარებითო ქვემოთ წერია რომ ახალი ცხოვრების დაწყებაშიო. ეხლა იცით ეს ეხლა არ ვიცი შეიძლება ეს გოგონები თუ ამ კაცებისთან ნამდვილად გვერდით დგანან ვერ გეტყვით, მაგრამ ეს კოპირაითი წერია ქვემოთ და ესე იგი ვიდეოებს რომელსაც მე თქვენ ვერ გაჩვენებთ, აი დაახლოებით მაქს ოღონდ იქ არა მარტო გოგონები არიან, რომლებიც საუბრობენ. ეხლა როცა ანახებ და მე ეხლა დაუბრუნდები ეხლა როცა ჩვენ ისეთ კულტურაში, სადაც პატარა გოგონა არის, როგორც გასაყიდი ნივთი და მისი უფლებები სხვანაირია ვიდრე დასავლეთ სამყაროში, სადაც ის შებრულია მას ვერავინ ვერ დაინახავს მის სახეს და მის სხეულს. აჩვენებ ამ გოგონებს, რომლებიც აი ახლა ესე გამოიყურებიან ჩვენთვის ჩვეულებრივად, მაგრამ ძალიან თავისუფლად მათი მენტალიტეტისათვის. ხომ წარმოგიდგენიათ რომ ეს მიპატიჟება რა ასოციაციებს იწვევს, მით უმეტეს თუ სოციალური ქსელებიდან იცია რომ აი შენ შეგიძლია მუშაობაც არ გინდა შეგიძლია ფული გააკეთო, აი ნახე ესე იულია 100 უკვე აქვთ უკვე 10 წლეულების გამოცდილება და მოკლედ მე ძალიან მესიამოვნა ელონ მასკის ეს შეტევები, მთელი ინგლისი აპორი აქა. უკვე დაიწყეს იქ ჟურნალისტებმა დაპოსტვა. მოკლედ მთელი ეს კვირა ვიყავი ჩართული იმის მიმაგივრად რომ რაღაც საღამოთი მინდოდა ვიდეოების ჩაწერა. ვკითხულობდი კიდევ ამ დოკუმენტაციას და ერთი მხრივ გული მტკიოდა, მეორე მხრივ კი მიხაროდა რომ ეს ამბავი გაშღერდა. ბევრი გოგონა დაიღუპა, ბევრი ნარკოტიკებს გადაყვა, დიდი დოზა მისცეს, რომ გაეთიშათ, ან ის გაეკეთებინა, რაზეც ის ფხიზე მდგომარეობაში უარს ამბობდა. ზოგი საერთოდ ისე გაქრა ვერ ნახეს. ძალიან ბევრი გზას აცდა და ერთ მაგალითს გეტყვით, რომელიც ყველაზე მსუბუქი არის აი ამ ისტორიაში, გერმანიაშიც არის აქ ტოლვილების დამხმარე Flüchtlingshelfer და Helferin და იქაც ყოფილა ასეთ სოციალური მუშაკი, რომელიც ახალგაზრდა პაკისტანელ ტოლვილებს ეხმარებდა, შემოსულებს ეხმარებოდა ორიენტირებაში, ენის კურსებია თუ ყველა იქაურ ცხოვრებაში გარკვევაში. და ასე რასაკვირველია, ურთიერთობები ყალიბდება. და მას ყავდა ქალიშვილი, რომ დაახლოებით აი მამას აქში 13 წლის და ერთ მშვენიერ დღეს მისი შვილი სახლში არ არის და ის აზრზე არ არის, ეს ქალი ეხმარება ტოლვილებს და
აი წარმოიდგინეთ, გამოდის გარეთ და ფიქრობს, რომ სადღაც უნდა იყოს მისი შვილი, დაინახავს ამ ბიჭს და ეუბნება, ეკითხება, რომ ხომ არ იცი სახელით იმართ, ჩემი სად არისო და ის ძალიან აუღელებლად პასუხობს, რომ ისო, ეხლა მე ამ სიტყვას ვიხმარ და ინგლისურად რა სიტყვა იხმარის თქვენ როსკიპები იქ შადრევანთან დგანანო და ელოდებიანო და ეს ამ მომენტში ხდება რომ მისი შვილიც ჩათრეულია და როგორც გიშმო მივირბინე იქო და რას ხედავ მოკლე კამპით გამომწვევი პოზებით ჩემი შვილიცო და გოგოები ამ შადრევანთან დგანან და ეს რომ მოვიდნენ სხვა ესე ამ და აქ მხოლოდ პაკისტანელები იყვნენ როგორც კლიენტები ასევე ამ ორგანიზატორები და იქ მივარდება გოგოს ესე მახსოვს რომ წამოიყვანს ძალით სახლში და ძალიან დიდი მუშაობის შედეგად და შემდეგ თერაპიების შედეგად შეძლებს აი ამ თავისი შვილის დახსნას მაგრამ იმ ასობით ათასობით გოგონას ბედი და ეხლა მინდა რომ ჩვენ აი ამ ტრაგედიას აი რაც მოხდა და იმედი არის რომ მოსთხოვა გადადგომა ელონ მასკმა სტარმერს და ინგლისში ძალიან ბევრი აუჯანყდა მას მოკლედ არ აქვს ახლა იოლად საქმე ახლა აი ამ ინაგურაციის მომენტმა გადართო ყურადღება კიდევ თორემ დაიძაბა სიტუაცია გარდა მაგისა ელონ მასკმა მეფე ჩარლზსაც მიმართა და იცით კიდევ უნდა თქვა რომ ისინი ყველა რაღაც პატარ-პატარა მოვლენებს ეხმაურებიან რაღაც და ქველმოქმედებას აკეთებენ აი იცით როგორც ფუტლი არის ხა მე მინდა პატევისცემა გამოვიჩინო ყველას მიმართ ხა მათ მიმართაც მათ ვერაფერში დავადანაშაულებ მაგრამ ესე კი ეს ფუტლი არის ფუნქცია არის ესე კი ერთი პატარა პოსტი თუნდაც მხოლოდ ეს პოსტი რომ ყოფილიყო რომ ისინი თანაუგრძობენ ოჯახებს ასეთი რამე გამოხმაურება არ ყოფილა და ნუ ჩემთვის გაუგებარი არის გარდა საკუთარი სიამოვნების და თუ რისთვის არსებობს ეს მაშინ სამეფო კარი თუ ასეთი უზარმაზარი მასშტაბის ეროვნულ პრობლემას არ გამოეხმაურება. ეხლა ამ გოგონების ამბავი რატომ ამოიქექა? ჩემ დანახულ დიდ სურათს მოგახსენებთ. მოგეხსენებათ რომ დემოკრატები და ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოება და ასევე ევროპაში ეხლა მაგალითად გერმანიაში მართველი წრეები, ასევე საფრანგეთში სარკოზის პოლიტიკა არის ერთი მიმართულებით. ეხლა დემოკრატები დამარცხდნენ ამერიკაში, რასაც ისინი როგორც მივხვდი, დიდად არ ელოდნენ და ტრამპი ამბობდა და იმუქრებოდა და დღეს ინაგურაციის დღე არის და ვნახოთ რა მოხდება, მას უნდა ელონ მასკთან ერთად ეს შეცვალოს, აი ეს იდეოლოგია, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ბევრ ქვეყანაში საზოგადოებას, შეცვალოს. მოგეხსენებათ, აი ეს იდეოლოგია არის ამ ღია ზღვრების, აი ამ ეროვნების გაქრობის, აი ამ საზოგადოების ისი არევით, როგორც აჯებსანდალებით ისი არევით, რომ ეს იდენტობა, რას ჩვენ მტკიცე იდენტობა გვაქვს და ვიცით ვინ ვართ და რა ვართ, ეს მოიშალოს და ჩამოყალიბდეს მსოფლიო ადამიანის, ან ევროპელი ადამიანის იდენტობა, რომელსაც ესწრაფიან. ეხლა რატო აკეთებენ მაგას? ჩემი ვარაუდია მხოლოდ კონტროლის გამო. მასკმა დაადანაშაულა მრავალჯერ სოროსი, რომელიც ეხლა თუნდაც დემენცია აქვს, მაგრამ მისი ფონდის საქმე გრძელდება, მისი შვილი უდგას სათავეში. ამ ყველაფერს დაადანაშაულა კაცობრიობის წინაშე ზიანში, კაცობრიობისადმი მიყენებულ ზიანში და ერთ პოსტში ასეთი რამეც კი დაწერა, რომ მას სძულს ადამიანები და
მას სურს ეს ადამიანები, იმიტომ რომ მას თავის ახალგაზრდობაში მოუხდა გაეყიდა მისთვის, ეხალატა მისთვის ახლობელი ადამიანებსაც თავი რომ გადაერჩინაო. ეს ძალიან დამაინტერესა მისმა ბიოგრაფიამ, მაგრამ ჯერჯერობით იქამდე ვერ მივედი, რომ მისი ბიოგრაფია და ეს ახსნა თუ რატომ და როგორ ჩემთვის მივიღო, მაგრამ აი ასე დაპოსტა და ელონ მასკის პოსტერს ძალიან დიდი ინტერესით ვათერნებდი თვალყურს. ეხლა აი ამ ახალ გვითარებაში მოგეხსენებათ ასევე ტრუდაო კანადის პრემიერი მიეკუთვნებოდა აი ამ ღია საზოგადოების ძალიან ისეთ ჭიდრო წრეს და როგორც მოგეხსენებათ გადადგა მაშინვე ხო ეს როცა ტრამპა გაიმარჯვა შემდეგ ეხლა აპირებენ აი ამ წესრიგის შეცვლას. ნიშნავს, რომ სტრამერ, რომელიც არის ლეიბორისტული პარტიის და ესევე მემარცხენეების, ესე ძალიან ისეთი რადიკალური მემარცხენეების წარმომადგენელი და ასევე უჭერს ძალიან ამ ღია საზოგადოების ოროსის ფონდის იდეას და ატარებს კიდეც მის ცხოვრებაში და ეხლა კიდევ უფრო მეტი მიგრანტი შემოდესო წერენ X-ზე, კიდევ უფრო გამკაცრდა ინგლისში, ისე რომ თუ ვიღაცა იტყვის, რომ მე არ მინდა რომ ჩემს მიერ გადახდელი გადასახადების ფული ამდენი ხალხი ფინანსდებოდეს, რომლებიც დანაშაულებს ჩადიან, მოხდება თურმე პირდაპირ ციხეში. პოლიცია მაშინვე ესტუმრება მას და დააპატიმრებენ და რამდენიმე შემთხვევა დაიპოსტა ამაზე. ელონ მასკმაც დაპოსტა. ესე იგი ებრძვიან ამ ინგლისის პრემიერს და მის ლეიბორისტულ პარტიას. ეს არის ეროვნულ ინტერესებზე ოჯახის ისევ ტრადიციულ როლზე დაფუძნებული სისტემა თუ იდეოლოგია, რომელიც უკან დგას ტრამპი, ასევე ელონ მასკი და მათ უნდათ რომ სოფლიოში ეს წესრიგი შეიცვალოს სწორედ იმ მიმართულებით, რომელსაც ისინი უჭერენ მხარს. და აი აქედან გამომდინარე ალბათ ვიღაცა მიაწოდა მასკს, რომ აი ნახევს ტრამპი ამ დროს იყო პროკურორი, მას შეეძლო აი ამ საქმის მოგვარება, მაგრამ არ მოაგვარა, იმიტომ რომ ამით ხელი შეეშლებოდა ამ ქვეყნიდან და კიდე სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების ასეთი დიდი რაოდენობით შემოდინებას შეიძლება და მხოლოდ ამ მიმართებით და აი ეს გაეცნო პროტოკოლებს, ჩანაწერებს და ალბათ შოკიც მიიღო, ძალიან ემოციურად წერდა და მოკლედ რამდენხანს გაძლებს ეს დაპირისპირება არის ძალიან საინტერესო და ასევე არის ძალიან საინტერესო თუ რა ნაბიჯებს მოიტანს ევროპაში, ახლანდელი გერმანიაშიც არჩევნების წინ ვდგევართ და რა შეიძლება ევროპაში ამ კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში როგორც სააკაშვილის, ასევე ოცნების პირველი წლები იყო ამ სოროსის ფონდთან ჭიდრო, ძალიან თანაარსებობით და ეს რამდენიმე წელია მე როგორც ვაკვირდები, მართველი პარტია საქართველოში განუდგა ამ მიმართულებას უკრაინის ომის შემდეგ. და ეხლა სიტუაცია არის ესეთი ხა დღეს რომ ვაკვირდები თვითონ აი ამ დიდ სურათს, ზელენსკი არ მიიწვიეს ინაუგურაციაზე, ეხლა ეგ არ არის გასაკვირი რომ არ მიიწვიეს. გასაკვირი არის, იმიტომ რომ ინაუგურაციაზე თურმე არ იწვევენ ამ სხვა ქვეყნის მეთაურებს ან ვინმეს, ინაუგურაციაზე შეგიძლია იყიდო ბილეთი, საუბრო, რა დაპოსტო. იქ ეს არის შიგა საქმიანობა ამერიკის ცხოვრებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ შიგა ინტერესებზე დაყრდნობილი და მისი სოფლიოში გაჟღერება ხდება. და საინტერესო ის არის, რომ ტრამპის შვილმა დაპოსტა ესეთი რამე, რომ ზელენსკი გააკრიტიკა, რომ კი ამბობს, რომ მე ვერ წავედიო ინაუგურაციაზე, მაგრამ ორჯერ გთხოვაო რამდენჯერმეო, რომ მიმიწვიეთო და ჩვენ არ მივიწვიეთო. ესე იგი, აი, ესეც ხო ცოტა არა დიპლომატიურად, აი ესე
გააჟღერა. კიდევ საინტერესო რაც მოხდა, გერმანიის ელჩმა ამერიკაში სასწაული უსიამოვნო რამები, რაღაცები დაწერა ტრამპზე და გამოუგზავნა ვერბოქს, საგარეო საქმეთა მინისტრს აქ. ამერიკელებმა ეს დეპეშა თუ რაღაც თუ იმეილი თუ რაც იყო, ასე ვთქვათ, დაიჭირეს და გამოუქვეყნეს და ეხლაც აი დღევანდელი რაც შევხედე არის ერთი ამბავი, რასაკვირველია, ეს არის ძალიან უსიამოვნო რამ, რასაკვირველია, იმ ელჩს მოუწევს ახლა იმ თავისი პოზიციის დატოვება, მაგრამ 65 წლის ყოფილა გავაპენსიაზე, მაგრამ აი ამ გერმანიის ეხლადე მთავრობას და ტრამპს შორისაც არის დაძაბული ურთიერთობა. მოკლედ, შეიძლება აი ეს დაპირისპირება, აი ამ ორ მიმართულებას შორის პოზიტიურად წაადგეს ამ გოგონების საქმეს და ჯერ დიდი იმედია იმის, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ეს სტრუქტურებით, რომ ის ჩამოყალიბებული ყოფილა, იმდენი დახმარე ყოლიათ, იმდენი შემთხვევა არის და ნუ ეს ხალხი ხო არსებობდა ეს უნამოსო ადამიანები. ხო და აი ესეც არ იქნება მთლად იული, იმიტომ რომ სოციალური ქსელებით კიდევ რასაკვირველი დამატებითი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ აი ეს გამოუცდელი გოგონები კი ესე მახეში გააბან და უნდა ვისურვოთ კი, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს და სხვათა შორის ეს მსგავსი სიტუაციები არა ასეთი მასშტაბით, მაგრამ სულ ცალკეული შემთხვევები და მე თქვენ გითხარით ერთ ვიდეოში, რომ 700 თუ 800-მდე ჯგუფური, 780 თუ რაღაცა იყო, მარტო დარეგისტრირებული, ისე ოფიციალურად გაჟღერებული ჯგუფური ძალადობის შემთხვევა იყო წინა წელს გერმანიაში და დაახლოებით იგივე რიცხვები იყო წინა წლებში და უმეტესად გარკვეული კულტურიდან შემოსული მიგრანტების მიერ და რასაკვირველია ესეც ალბათ იმოქმედებს აი ეხლანდელი არჩევნების შედეგებზე და ნახოთ მე ინტერესით დავაკვირდები და აი თქვენ კიდევ იცით აი ამ დიდი სურათთან დაკავშირებით მინდოდა ერთი მნიშვნელოვანი რამე მეთქვა. ძალიან ბევრი ვიფიქრე, რომ როგორ შეიძლება ინგლისში, დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოება ისე დაალენჩო, მაპატიეთ სხვა სიტყვას ვერ ნახულობ რა. რომ იმან საკუთარი თავი ვერ დაიცვას, ისე კი რომ მამას აჩერებ შენ, რომ რასისტის დადანაშაულებით შენ მას აჩერებ და მის წინ სახლში მის შვილზე ძალადობენ. ეს როგორ არის შესაძლებელი, მეთქი ჩემ თავს ჩავეკითხე. და იცით, როგორც მივხვდი, ეს მეთოდები, ეს ტრეინინგები, ეს საზოგადოების როცა ყველა ინფორმაციის წყარო ერთი და იგივე ენით და ერთი და იგივე მიმართულებით საუბრობს. და ეს ხდება თაობების განმავლობაში. წამოვიდგინოთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც გერმანიაში. და ეს აშკარად მოქმედებს. ესე იგი, რას ნიშნავს, რომ ჩვენთან მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ აი ამ სოროსის იდეები თუ სხვა რაც უნდათ თუნდაც ეს სკოლაში ოჯახის სიწმიდეს კანონზე ვლაპარაკობ, საზოგადოება შეეწინააღმდეგა და მე ვფიქრობ, რომ აი აქ ცოტა ბედმა გაგვიღიმა. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თქვათ ბევრად ჭკვიანები ვართ, ეს ჩემი მოსაზრება და თქვენი აზრი მაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ბედმა გაგვიღიმა, რომ ეს პროცესები ჩვენთან დაიწყო 90-იანი წლებიდან. აქ კი დაიწყო 50-იანი წლებიდან და ასევე ინგლისში. ესე იგი, აი ეს გადაახსდა შემდეგ 60-იანი წლებიდან, ახლა ეს სოროსი არის უკვე 100 წელი თუ 99 წლის თუ რამდენი წლის არის ახლა ხო მშვიდობის მედალი გადასცა ბაიდენმა. ესე იგი, ზუსტად რომ არ ესე ის ზუსტად წელი რომ არ ავიღოთ, სულ 20 წლით ადრე თუ 30 წლით ადრე დაწყებული არის ეს პროცესები.
და ჩვენთან კიდევ არის თაობა, რომელიც რომელიც სხვანაირად გაიზარდა და რომლის გადაპროგრამირება არ მოხდა და აი ამიტომ არის ახლა მე მივხვდი მე რომ როგორც ერთხელ მე ვიდეო დავწერე სადაც ნუ ერთი მოდერატორი ნანუკა ამბობს რომ ეს ბებიების და ბაბუების თაობაო მე შემდეგ კიდე ბევრი საგან მოვისმინე და ვისგან ბევრს კიდე მოხდა ისე ვისაც მივადევნე თვალყური დანაშაულის შეგრძნებაც კი არ აქვს სიცოცხლეს რომ ამბობს რომ ესე გროდის სწავლა ეს თაობა რომ არჩევნების შედეგი სხვანაირი იყოს ეს კი ლაპარაკი არის თაობაზე ნუ რომელიც გაიზარდა 90-იან წლებამდე ჩამოყალიბდა იმ გაჭირვებამდე ჩამოყალიბდა შედარებით მშვიდად და შედარებით უზრუნველად გაიზარდა იცით რა მე არ ვფიქრობ რომ ეს ყველა ადამიანი ისეთი მოაზროვნეა რომ აი ერთ ცალ-ცალკე თვითონ ერთ ასრამდე მივიდნენ ეს ალბათ გაჟღერდა ტრეინინგებშია თუ რაღაც მაგათი შიგა დოკუმენტებში რადგანაც თვითონ აი ამ ფონდის მესვეურები თვითონაც მიხვდნენ რომ წინააღმდეგობას აწყდებიან და წინააღმდეგობას აწყდებიან იმის გამო რომ არსებობს თაობა რომელიც მათ მას პროგრამირებას ტელევიზიის მხრივ პრესის მხრივ არ ექვემდებარება. აი თქვენ ნახეთ ახალგაზრდების აკოლიება, მეტდატრენინგება ძალიან კარგად შეძლეს. და დრო რომ ქონოდათ იგივე სიტუაცია იქნებოდა საქართველოში. აი ამით იმის თქმა მინდა, უბრალოდ ჩვენ ბედმა გაგვიღიმა რომ ეს პროცესი ჩვენთან გვიან დაიწყო ხო ბედის გაღიმებაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია, მაგრამ აი ეს უპირატესობა გვაქვს რომ საზოგადოება ისი არ არის რომ ეს მოხდეს და მან რეაგირება არ მოახდინოს ხო ხომ სწორედ ხომ დამეთანხმებით რომ ასეთი რამე ხდებოდეს მასიურად ეს არის უკვე იმის მაჩვენებელი თუ რა მდგომარეობამდე შეუძლია იდეოლოგიამ აი როგორ შეუძლია ადამიანი გონებრივად დაასუსტოს აბა სხვა რა უნდა ვთქვათ მოკლედ მინდა რომ ყველა გადარჩენილ გოგონას უსურვო თავისი ტრავმების მოშუშება და მინდა რომ სამყარო ყველგან ისე გაუმჯობესდეს რომ ასეთი რამეები არ ხდებოდეს და პოზიტივის იმედით რომ 2025 წელი მოიტანს სიკეთეს და ასევე მშვიდობას გველის წელიწადი არის 29 იანვარს იწყება ჩინური ჰოროსკოპი და გველი ბრძენია ყოველ შემთხვევაში ჩინური მენტალიტეტის და მისი ჰოროსკოპის მიხედვით და ეს წელი ყოფილიყოს და სიბრძნის და პოზიტიური ინფორმაციების წელიწადი. კარგად ბრძანდებოდეთ და ჩემს ბოლო აი ამ დაკვირვებაზე თუ რაც გავაჟღერე, აი ამ განსხვავებაზე, აი ამ 20 წლის თუ 30 წლის განსხვავებაზე, გთხოვთ რომ თქვენი აზრიც მომაწოდოთ, თუ თქვენც ასევე ხედავთ, როგორც მე ჩამოვაყალიბე. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.